დღეს ჩვენ წინასწარ ჩვენ გავնიხილოთ ერთ-ერთ ანგს ერთგული მსახურების, ეს არის არჩანა. М, И Арчина включает в себя не только то, что происходит перед божествами и на алтаре, но и многие другие вещи. და არჩანამ მოიცავს თავის თავში არა მარტო ის, რაც არტარის წინ ხდება ან ღვთაებებთან, არამედ ბევრ ამის მოიცავს ასევე. Так или иначе, много нашей деятельности сосредоточено вокруг божеств. ასე თუ ისე ბევრი ჩვენი ქმედება, ანუ მოქმედება კონცენტრირებულია ღვთაებების გარშემო. М, Поскольку все предназначено для их удовлетворения. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი გაკუთვნილია მათი დაკმაყოფილებისთვის. Обычно, когда мы начинающие преданные, мы все разделяем. Вот это вот пуджари– это слуги божеств, у них свое служение. У меня кухня– это другое служение. У меня проповедь– это третье служение. როგორც წესი, როდესაც ჩვენ დავწყები ერთგულები ვართ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვყოფთ, აი ეს ღვთაებები, ეს პუჯარები არიან, მათ სხვა მსახურება აქვთ. მე სამზარეულოში ვარ და მე სხვა მსახურება მაქვს და მე ქადაგება, ესეც სხვა არის. И иногда преданные начинают спорить и ругаться, когда особенно появляются ситуации, когда не хватает ресурсов на все. და ხანდახან ერთგული იწყებს კამათს, ჯგუფს, როდესაც რესურსები არ ყოფნის მაგათვე ან ფიზიკური დრო. То есть нет, вот это нужно сделать в первую очередь, это самое важное служение. Да? Нет, вот это вот служение важнее. არა, ეს უნდა გავაკეთოთ ახლა პირველ რიგში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მსახურება, არა, ეს უნდა გავაკეთოთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მსახურება. М, Потому что преданный не видит, что все служения, они предназначены для удовлетворения божеств. რადგან ერთგული ვერ ხედავს, რომ ყველა მსახურება გაკუთვნილია Вот. Но когда преданный взрослеет, он начинает это понимать. Харе Кришна, Кришна Кришна, Харе. ღვთაებების დაკმაყოფილებისთვის. Сейчас мне позвонили, извините. Тебе позвонили, да, я думал, что такое. Вот. И, как мы говорили, при служении божеств очень важно несколько принципов. და როგორც ამოვიდეთ ჩვენ, ანუ ღვთაებების მსახურების დროს მნიშვნელოვანია რამდენიმე პრინციპი. То есть принцип следования, мы ничего не выдумываем, мы делаем то, что нам сказали наши предшественники Ачарьи, и делаем так, как они объяснили. ნაკვალების გაყოლა, ანუ იყოლა როგორც ჩვენ აგვიხსნეს აჩარიებმა, ჩვენმა წინამორბედებმა, და ვაკეთეთ ისე, როგორც მათ აგვიხსნეს. Также очень важны принципы чистоты и делать все вовремя, пунктуальность. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სუფთავის პრინციპები და პუნქტუალურობა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ თავის დროზე. Это регулярность, да? То есть, если мы начали поклонение, дали обет какого-то поклонения, то мы должны поддерживать эти стандарты. და რეგულარობა, ანუ თუ ჩვენ რაღაცა პირობა დავდეთ, რაღაც მსახურება, მაგათ ღვთაებების მსახურება, მაშინ ჩვენ უნდა გავაკეთოთ რეგულარულად. Мгм. Вот. И также очень важно вести себя правильным образом перед божествами особенно. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოვიქცეთ განსაკუთრებით ღვთაებების წინ. Продвинутый преданный, он понимает, что божества, они не только в алтарной стоят, они везде, и поэтому он везде себя ведет правильно, по-вайшнавски. აა წინ წასული ერთგული ერთგულს ესმის, რომ ღვთაებები არა მარტო ალტარში არიან, არამედ ყველგან არიან და ამიტომაც ის ცდილობს, რომ მოიქცეს ყოველთვის და ყველგან სწორად. Начинающим преданным практически это невозможно, поэтому им, по крайней мере, дается предписание, как себя в алтарной вести, непосредственно перед божествами, чтобы они могли начать с чего-то. დამწყები ერთგულისთვის ეს მოქმედება პრაქტიკულად შეუძლებელია და ამიტომაც მათ ეძლევათ დანაწესები თუ როგორ უნდა მოიქცნენ ღვთაებების წინ, როგორ უნდა მოიქცნენ საზოგადოებაში.
По крайней мере, чтобы не совершались оскорбления божеств. როგორც მინიმუმ რომ ღვთაებების შეურაცხყოფა არ იქნას შადენილი. Вот мы говорили о том, что существует, когда обсуждали Святое Имя, 4 основных категории аппаратов или оскорблений. ჩვენ ავოდით, როდესაც ჩვენ განვიხილავდით წმინდა სახელის შეურაცხყოფას არსებობს 4 სახის ძირითადი აპარატა წმინდა სახელის. В основном мы акцентировались на нама-аппаратхе и вайшнава-аппаратхе. ძირითადად ჩვენ კონცენტრირდებოდით რამა აპარატაზე და ვაიშნავა აპარატაზე. Но есть еще сева-аппаратхи, джива-аппаратхи. И сева-аппаратхи — это оскорбления, которые совершаются в основном в процессе поклонения божествам. მაგრამ ამის გარდა არსებობს სევა აპარატა და ჯივა აპარატა. ანუ სევა აპარატა არის, როდესაც შეურაცხყოფა ხორციელდება მსახურების დროს, ანუ ღვთაებების თაყვანისცემის დროს. Они в основном происходят либо из пренебрежения, небрежности, либо из-за невнимательности. ისინი ძირითადად ხორციელდება ან უგულვებყოფისგან, ან უყურადღებობის გამო. Что если кто-то нам пренебрегает или кто-то не оказывает внимания нам, то мы чувствуем себя немного обиженными, оскорбленными. თუ ვინმე უგულვებყოფს, ან ვინმეღაცა სულად ვერ ქცევა, ჩვენ ცოტა უდენი წყინს და თავს გრძნობთ შეურაცხყოფილად. Божества, конечно, они не мы, они не такие обидчивые, ღვთაებები, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვანან, ისინი არ არიან ისეთი გუტიები, но они чувствуют разочарование и боль. მაგრამ ისინი გრძნობენ იმედგაცრუებას და ტკივილს. Мы в основном обижаемся из-за ложного эго. ჩვენ ძირითადად გვწყინს სრულ ეგოდან გამომდინარე. У Кришны нет ложного эго, კრიშნას არ აქვს სრულ ეგო, потому что он все в себя включает, რადგან ის არის ყველაფერი, ყველაფერს თავის თავში მოიცავს. и он источник всего, поэтому все ему принадлежит, все силы и все остальное. და ის არის ყველაფრის წყარო და ამიტომაც ყველაფერი მას ეკუთვნის, ყველა ძალა და ყველაფერი დანარჩენი. Но он расстроен, когда мы не обращаем на него внимания или не замечаем его фактически. მაგრამ ის ასე ვთქვათ, ცუდ ხასიათზე, როდესაც ჩვენ მას ყურადღებას არ ვაქცევთ, ან ვცდილობთ მის ყენინებას. И вот сева-аппарат — это наиболее такие грубые проявления вот такого настроения, непочтения, невнимательности к Господу. და ასევე აპარატები არის ესეთი მეტნაკლებად უხეში გამოვლინება, ეს ანუ უგულვერყოფა ან უპატივცემულო ქცევა უფლის მიმართ. Поэтому начинающим преданным особенно важно следовать правилам поведения, или это называется этикет. ამიტომაც დავწყები ადგილისში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორი ქცევის წესებს მიყვეს, რასაც ჩვენში ეტიკეტს ეძახიან. То есть, что не нужно делать, да, в храме, и что нужно обязательно делать. ანუ რის იკეთება არ ღირს ტაძარში და რის იკეთება აუცილებლად კარგია ტაძარში. То есть, да, еще можно дополнить, что вот цель всех этих правил, чтобы мы всегда помнили о том, что Кришна — это верховная личность Бога, и Он центр всего. და ამ წესების ცენტრი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ უფალი არის ღვთაების უზენაესი პიროვნება და ის არის ყველაფრის ცენტრი. И вот именно этикет, он побуждает нас вести себя таким образом, чтобы нам было легче. И нам, и другим было легче. Помните это? და და ეტიკეტი არის სწორედ ის, რაც გვეხმარება ჩვენ და გვიბიძგებს, რომ შევძლოთ ესე ფიქრი და რომ ჩვენთვის ესე უფრო მარტივი იყოს. Я подумал, что будет лучше, если мы не будем этикет отдельно куда-то выносить მე ვიფიქრე, и რომ все ჩვენთვის вместе უკეთესი იქნებოდა, обсуждать, потому что რომ когда очень много всего вместе, очень много вещей об этикете, вы там едва ли что-то сможете запомнить.
არ გამოვიტანთ, მე ვფიქრობ, რომ ცაკ არ გამოვიტანოთ ეტიკეტი და თანდათანობით ეტაპობრივად შევისწავლოთ, რადგან თუ როდესაც მარტო ეტიკეტია ცაკ ესე დაწოლით, მაშინ ძალიან რთულია რაიმეს დამახსოვრება და რაიმეს გაგება. Поэтому я подумал, что лучше будет, если когда мы обсуждаем какую-то определенную тему важную, то сразу же и говорить о правилах, которые касаются этого предмета обсуждаемого. ამიტომაც მე ვიფიქრე, რომ როდესაც ჩვენ რაღაცას განვიხილავთ რაიმე საკითხს ეგრევე ამას ჩავახსოვოთ სწორი ქცევის ეტიკეტი. Я даже не смогу, наверное, все вспомнить сейчас, у меня даже, к сожалению, книги перед собой нет, но что-то вы даже можете потом напомнить, მე добавить. ალბათ ვერ შეძლებ ყველაფრის გახსენებას წიგნიც არ მაქვს თან, მაგრამ რაღაცების დამატება, შეხსენებას თქვენ შეძლოთ ალბათ. Вот, ну, первое, с чего мы начнем, да, как мы должны себя на грубом уровне вести в храмовой და комнате. პირველ რითიც დავიწყოთ, ეს არის თუ როგორ უნდა ვიქცეოდეთ ტაძრის ოთახში ანუ ალტარში აა Вот первое, უხეშდონეზე. первое, да, что мы делаем, когда мы входим в храмовую комнату, мы предлагаем свои поклоны. და პირველასაც ჩვენ ვაკეთებთ, როდესაც ტაძრის ოთახში შევდივართ, ჩვენ თავაზობთ ჩვენს ქედის მოხრას, ქედს ვიხარით. Поклоны, да, мы знаем, у нас бывает двух видов. და ჩვენ ვიცით, რომ ქედის მოხრა ჩვენთან არსებობს ორი სახის. Это дандават, полный поклон, да? ეს არის დანდავატი სრული ქედის მოხრა И это поклон, когда, ну, то есть это когда мы кланяемся, когда наши колени, руки, головы и стопы касаются земли. Это обычно, это делают матаджи. და მეორე სახის ქედის მოხრა, როდესაც როგორც წესი, როდესაც ტერფები, მუხლები, ხელები და შუბლი ეხება იატაკს, როგორც წესი, ამას აკეთებენ მათაჯები. Женщинам не нужно делать дандават, когда они входят в алтарную. ქალებს არ მართებთ, ანუ არ არის საჭირო, რომ ქალებმა სრული დანდავატი გააკეთონ, როდესაც Мужчины, ტაძრის ოთახში да. შედიან. Мужчины могут предлагать либо дандават, либо вот этот вот обычный поклон. კაცას შეუძლიათ შესთავაზონ ან დავატი, ან ჩვეულებრივი ქედის მოხრა. Когда мы касаемся 8 частями, по-моему, своего тела, пола, да? Вот. როდესაც ჩვენ ვეხებით ჩვენი სხეულის 8 ნაწილით იატაკს. И причем, когда мы предлагаем поклоны при входе, то необходимо при этом, их нельзя делать беззвучно, необходимо повторять пранама мантру. და თანაც, როდესაც ჩვენ ქედს ვუხვრით, ღვთაებებს, ანუ მათი უხმოდ შუა დაკეთება არ არის სწორი. ჩვენ ამ დროს თავაზობთ, კითხავთ ასევე პრანამას. Потому что все служение, которое мы предлагаем божествам, мы предлагаем через духовного учителя Купада, если у нас нет еще Дикшигуру. რადგან ყველა ნებისმიერი სახის მსახურებას, რომელსაც ჩვენ თავაზობთ უფალს, ჩვენ თავაზობთ პრაბჰუპადას ან ჩვენს გურუს, თუ გურუ აყავს დიქშაგურу, მაშინ პრაბჰუპადას გავლით. Да, ну, я еще забыл даже сказать, даже перед предложением поклонов при входе, ну, обычно лучше там позвонить в колокольчик, да? და კიდევ დამავიწყდა მე თქვა რომ როგორც წესი ანუ ქედის მოხრამდე შეთავაზებამდე ქედის მოხდის ან ტაძრის ოთახში შესვლამდე კარგი იქნება თუ ზარსში დავლეკავთ ზარს. И прославить божество, произнеся их имена, например, Джая Шиши Кришна Баларам, Джая Шиши Рада Шьяма Сундар, Джая Шиши Нитай Гадрумчандра в нашем случае. და ასევე წარმოვთქვათ, კარგი არის თუ წარმოვთქვათ ღვთაებების სახელებს და განვადიდებთ მათ ამგვარად ჯაი შიში კრიშნა ბალარო ანუ და ჯაი შიში ნიტაი გოდრუმ ჩანდრა. Шиши Рада Шьяма Сундар, Шиши Джаганат Баладева Субхадр Деви, в зависимости от того, какие божества, да? ან რათა შემასუნდა რა შიში ჯაგანათა ბრალდევ და სუფადრა გააჩნია თუ რომელი ღვთაებები არიან. И поскольку в наших храмах всегда также присутствует Чила Прупада, а он занимает особое положение среди всех гуру и ачарьев, და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს აზრებში ყოველთვის იმყოფება შილა პრაბჰუპადა და ის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს
ღვთაებებს და აჩარიებს შორის შუამავლის პოზიციაში. Мы также предлагаем поклоны ему ჩვენ ასევე თავაზობთ ჩვენის ქედის მოხრას პატივისცემას მას, отдельно, да. ცალკე. Почему мы это обсудим, когда будем говорить о Гуру Татве, об отношениях с Гуру, мы как раз обсудим особенное положение Шрилы Прабхупады. და თუ რატო იქცევით ესა ჩვენ ამას განვიხილავთ იმ ნაწილში, როდესაც ჩვენ დავიწყოთ განხილვას გურუ ტატვასი, თუ რატომ უკავია ესეთი განსაკუთრებული ადგილი შრილ პრაბჰუპადას. Да, и обычно, когда мы кому-то кланяемся, вот, если эта личность уже, так скажем, покинула эту вселенную, завершила здесь свои игры, мы кланяемся левым плечом по და направлению к этой როგორ личности, к божествам или к Мурти Шрилы Прабхупады. და როგორც წესი, როდესაც პიროვნებამ უკვე დატოვა ეს პლანეტა, ეს სამყარო, ჩვენ მას ქეთს უხრით მარცხენა მხრიდან, ანუ მარცხენა ხარის მხრიდან. ეს Если духовный учитель, например, присутствует, ну, лично в своей форме вапу, то мы совершаем поклоны ему. Вообще, пока он присутствует на земле, мы совершаем поклоны либо ему, либо его изображению, поворачиваясь к нему правым плечом. და როდესაც სულიერ მოძღვარია ან რომელიმე ვაიშნავი ამ პლანეტაზე იმყოფება ჯერ, ჩვენ მაშინ მას ქეთს უხრით ან მას პირადად ან მის ფოტოსურათს მარჯვენა მხარის მხრიდან. Да, кланяясь, мы произносим пранаму мантру. და ქეთს, როდესაც უხრით, ჩვენ წარმოვთქვათ პრანამა мантрას. Даже если мы уже получили посвящение, дикшу, все равно рекомендуется повторять пранама мантру Шрилы Прабхупады после пранама мантры своего дикшигуру. და როდესაც მაშინაც კი, როდესაც ჩვენ მივიღეთ ინიციაცია ჩვენი დიქშა გურუსგან, ჯერ რეკომენდირებულია შილა პრაბჰუპადას პრანამა მანტრის წარმოთქმა და მერე ჩვენი დიქშა გურუს პრანამა მანტრის. Часто мы совершаем такую ошибку, мы как бы быстро что-то говорим, намоем Вишну подай, и все, вскакиваем, бежим дальше. Лучше так не делать. ხშირად ჩვენ შეცდომას უშევთ, რომ ჩქაროთ, რომ წარმოთქვით ნამოუმიშნე პადაია და მერე ანუ წამოხდები და ვიწყოთ რაღაცის ჩქარაკეთებას და ესე უმჯობესია თუ ესე არ ვიზავთ. Так можно сделать на быструю, если вам, например, Дайнанда Махарадж дал какое-то задание и ждет вас там, тогда да, тогда не нужно лежать, читать все мантры, на полу плакать, молиться. Тогда нужно ესე просто შეიძლება быстро склониться ეს и сделать то, что нужно. Мгм. რა თქმა უნდა შეიძლება გამონაკლისის შემთხვევაში მოქცევა, როდესაც მაგალითად დაინდასვან მაჰარაჯმა რაღაც გითხრა რომ გავაკეთოთ რაღაც დაგვავალა და მაშინ არ არის საჭირო რომ დიდხანს ვიყოთ წამოწოლილი ძილს და ყველა პრანამატრაის წარმოთქმები დავიწყოთ. Вот. Также, когда мы совершаем поклоны, нужно следить, чтобы наши стопы не были обращены, например, к Шиле Прабхупаде, да? Когда некоторые кланятся божествам вот так вот, ну как бы перпендикулярно алтарю, а ноги обращены, вытянуты в сторону Шилы Прабхупады. Это неправильно, это оскорбление. და ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ, როდესაც ჩვენ ქეთს ვიხრით, ჩვენი ტელეფები საით არის მიმართული, ან მაგალითად ღვთაებებს უხრიან ხშირად ქეთს და ამ დროს თავის ტელეფებს უშვერენ შილა პრაბჰუპადას და ეს არ არის სწორი და ესაც შეურაცხყოფაა. На самом деле опытные преданные, когда они кланятся, они также смотрят, чтобы их стопы не были обращены, например, к кому-то из присутствующих старших вайшнавов. Ну, в нашем случае особенно Дайнанда Махарадж. და ასევე გამოცდილი ერთგულები ყურადღებას აქცევენ იმას, როდესაც ქეთს იხრიან, რომ თავისი ტელეფები არ იყოს მიმართული რომელიმე უფროსი ერთგულის მიმართ, ჩვენ შემთხვევაში მაგალითად დაინდასვან მაჰარაჯის მიმართ. Если это какой-то очень, или какой-то любой другой уважаемый вайшнав, то кто там может быть, там Прабхавишну Прабhu, там кто угодно, кто нас посещает. Даже когда мы кланяемся Шиле Прабхупаде, мы смотрим, чтобы с- стопы не были обращены в сторону вот этой личности. და მანც რომელიმე სხვა წინწასული უფროსი თუ მაგალითად პრაბჰავიშნუ პრაბჰუ ან რომელიმე მსგავსი თუნდაც ჩვენ როდესაც უხდით შილა პრაბჰუპადას ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ რომ ჩვენი ტელეფები არ იყოს მიმართული მათკენ. Сразу скажу, предупреждая
возникающие вопросы, в каком порядке кланяться, когда мы входим в алтарную. და ეგრევე ვიტყვი, ესე კითხვებს წინ გაუსწრებ თუ რომელი თანმიმდევრობით უნდა მოუხაროთ ქედი, როდესაც არტაში შევდივართ. Тут нет, на самом деле, есть разные, как сказать, описания по этому поводу. და სინამდვილეში აქ არ არსებობს რაღაც კონკრეტული დანაწესი და არსებობს სხვადასხვა დანაწესების თანმიმდევრობა ამ საკითხთან დაკავშირებით. Нет единого мнения. არ არის ერთიანი აზრი ამაზე. Кто-то, то есть некоторые предписания говорят, что сначала нужно кланяться божествам, потому что они главные, потом всем остальным. ზოგიერთი წმინდა წერილები ამბობენ, რომ ჯერ უნდა მოუხარო ქედი ღვთაებებს და მერე ყველა დანარჩენს. А кто-то говорит, нет, вначале мы должны принести поклоны Шриле Прабхупаде и таким образом получить от него разрешение подойти к божествам, приблизиться к божествам, и потом после него мы кланяемся божествам. ზოგი კი ამბობს, რომ არა, ჯერ უნდა მოუხაროთ ქედი შრილ პრაბჰუპადას, მისგან ნებართვა უნდა ავიღოთ, წყალობა უნდა ავიღოთ მისგან და მერე მივიდეთ და ღვთაებებს მოუხაროთ ქედი. Разные как бы книги по этикету, вот они и так говорят, поэтому здесь не стоит особо переживать. სხვადასხვა წიგნები ეტიკეტთან დაკავშირებით სხვა ისიც ამბობენ და ისიც ამბობენ და ამიტომ ამაზე არ ღირს დიდი აა ნერვიულობა. Также дальше, что касается нахождения в алтарной комнате. ასევე კიდევ რაც შეეხება алтарში ყოფნას, Ну, даже, вернее, до того, как мы туда заходим, нужно также быть внимательными к своей одежде. ასევე როდესაც ჩვენ სანამ იქ შევართ, ჩვენ უნდა ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ტანისამოს. Ну, понятное дело, мы не заходим в храмовую комнату в обуви. გასაგებია, რომ ჩვენ არ შევდივართ ტაძრის ოთახში ფეხსაცმელებით. Также в указаниях по этикету описано, нельзя туда въезжать на машине, на самокате или на паланкине. ასევე ეტიკეტის მიხედვით და გაწერილია, რომ არ შეიძლება იქ შესვლა არც მანქანით, არც რაიმე ესეთი ტრანსპორტით ბორბლებიანი ან პალანკინით. Но это, я думаю, не актуально для нас. Никто нас не будет მაგრამ მე заносить на паланкине მაგრამ куда-то. მეფიქრე, რომ ეს ჩვენთვის არ არის აქტუალური, არ უნდა შეგვიყვანს ჩვენ იქ პალანკინით. Вот. А одежда должна быть аккуратной, но сдержанной. აა ტანისამოსი უნდა იყოს მოწესრიგებული, მაგრამ ესე ვთქვათ, არ უნდა იყოს ძალიან გამოკვეთილი, ასე ვთქვათ. Она должна закрывать те части тела, которые положены, чтобы были закрыты. ის უნდა ფარავდეს სხეულის ყველა ნაწილის, რომელიც უნდა იყოს დაფარული. Особенно, конечно же, в первую очередь это касается женщин. განსაკუთრებით ესა თქმა უნდა ეხება ქალებს, Ну и мужчин также отчасти. მაგრამ კაცებსაც ასევე ნაწილობრივ მაინც. Даже у мужчин одежда должна покрывать, по крайней мере, ноги до колена или чуть ниже закрывать. და კაც შემთხვევაშიც ტანისამოსი უნდა ფარავდეს ფეხებს მინიმუმ მუხლამდე მაინც და კიდე ქვემოთ უფრო. Не стоит заходить с голым торсом мужчинам. არ ღირს შესვლა დღეს ვთქვით შიშველი წელით Должен быть, კაცებისთვის, ასევე должен быть, იგულისხმება. должен бы хотя бы быть чадр накинут на плечи. ჩადარი მაინც უნდა იყოს მხრებზე შემოფარებული. М. А когда мы находимся в алтарной, да, нужно правильным образом там либо стоять, либо сидеть. როდესაც ჩვენ ვიყოფებით алтарში, ჩვენ იქ სწორად უნდა ვიდგეთ ან ვიჯდეთ. Опять же, нельзя сидеть, вытянув ноги, особенно в сторону божеств или Прабхупады. ასე კვლავ გამოვარდებით, რომ ანუ არ შეიძლება ჯდომა ფეხები ეს ვთქვათ გაშლილი, ანუ ახლა წამოწოლ მდგომარეობაში განსაკუთრებით ღვთაებების მხარეს ან შრაპრაფადას მხარეს. Нельзя, знаете, полусидеть, полулежать, такая поза есть. ანუ იგულისხმება, რომ არ შეიძლება ეს ყოფნა ნახევრად წამოწოლი, ნახევრად მჯდომარე მდგომარეობა, ესეთი პოზა არსებობს. Ну, конечно же, нельзя лежать.
перед божествами, ну и вообще в алтарной. და რა თქმა უნდა, შეიძლება ღვთაებების წინ წოლა, ну, ზოგადად საერთოდ არტარში. Понятное дело, кроме тех моментов, когда мы делаем дандават, გასაგებია, რომ იმ მომენტის გარდა, როდესაც ჩვენ დანდავას ვაკეთებთ. нельзя также находиться, обращаться спиной к божествам, либо к Мурти Шила Прабхупады. ასევე არ შეიძლება იყოფებოდე იდგე ზურგით შილა პრაბჰუპადას ან ღვთაებების მუტის წინ. Конечно, когда мы танцуем, иногда такое происходит. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვცეკვავთ, ხანდახან ესეთი რამ ხდება. Но серьезные преданные, они даже этого, даже во время танцев пытаются этого избегать. მაგრამ სერიოზული ერთგულები ცეკვის დროსაც კი ცდილობენ ამას თავი მოარიდონ. Это легче делать, когда мы, ну, чуть-чуть в стороне, да, от центральной оси, так скажем, которая проходит от божеств к Прабхупаде, когда мы чуть в стороне находимся, тогда легче, да, это делать. ამის გაკეთება ბევრად უფრო მარტივია, როდესაც ჩვენ ცოტა გვერდით გავართ, როდესაც შილა პრაბჰუპადას და ღვთაებებს შორის ხო არის, ორი მონაკვეთი ერთმანეთს რომ უყურებენ და იმის გვერდზე როდესაც ვდგავართ. Ну и вообще преданные следят, чтобы вот этот вот коридор между божествами и Шрила Прабхупадой был по возможности открыт, чтобы Шрила Прабхупада мог видеть, получать даршан божеств. და საერთოდ ერთგულები ყურადღებას აქცევენ, რომ აი ეს კორიდორი შილა პრაბჰუპადას და ღვთაებებს შორის იყოს ღია და არ ფარავდნენ მას. Мгм. Следующая вещь очень важная. Как и что мы говорим, находясь в алтарной комнате? შემდეგი რამ ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას და როგორ ვამბობთ, როდესაც ალტარის ოთახში ვიყოფებით. Вообще в алтарной комнате, особенно при открытом алтаре, вот, не нужно говорить громко. საერთოდ ალტარის ოთახში განსაკუთრებით ღია ალტარის წინ ღვთაებების წინ არ ღირს ხმამაღალი ლაპარაკი. Не нужно говорить так, чтобы внимание других было обращено на нас. არ არის საჭირო ისე ლაპარაკი, რომ სხვების ყურადღება ჩვენზე იყოს მიპყრობილი. За исключением тех случаев, когда вы даете там лекцию или ведете киртан. გარდა იმ გამონაკლისა, როდესაც თქვენ ლექციას კითხულობთ ან კირტანი მიყავთ. Даже если мы говорим тихо и спокойно, в храме не стоит говорить на мирские темы, непосредственно не связанные с преданным служением. და თუნდაც როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ჩუმად და ხმადაბრად და წყნარად, მაშინაც არ ღირს რაღაც მიწიერი თემებზე საუბარი, მაგალითად ჭორებზე. То есть даже если это косвенно связано с преданным служением, например, кто-то может кому-то пытаться объяснить упражнения для спины, что в принципе нужно, да, чтобы тело поддерживать, но это не то место и время, когда это нужно делать, объяснять. და თუნდაც ეს რაიმენაირად ირიბად ეხებოდეს մեր მოსახლეობას, მაგალითად როგორ შეიძლება წელი სწორად დაჭერა. კი გასაგებია ამაზე, რომ ლაპარაკი შეიძლება და ღირს, მაგრამ ამისთვის ეს არ არის ადგილი და ის დრო, როდესაც ეს ნახორციელდებოდეს. Уж тем более нельзя спорить, кого-то ругать, проявлять гнев в присутствии божеств. და განსაკუთრებით არ შეიძლება და არ ღირს კამათი ვინმეს განრისხება ან ვინმეს გაკიცხვა ღვთაებების წინ. Вот. И, извините, вылетело из головы. Даже запрещается кого-то прославлять перед божествами. და საერთოდ ღვთაებების წინაშე ვინმეს განდიდებაც კი იგზალება. Недавно мне одна старшая преданная с Тбилиси, да, она задала этот вопрос, а что делать? Вот мы собираемся отмечать установление божества и там день рождения Амбариши, Прабху, который этот храм строил и много очень сделал. და ცოტა ხნის წინ ერთმა უფროსმა ერთგულმა მათაჯიმ წამიშა ეს კითხვა თბილისიდან, რომ ჩვენ ახლა უნდა აღვნიშნოთ ღვთაებების ინსტალაციის დღე და ამბარიში პრაფუს დაბადების დღეც არის ამავე დროს და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში, როგორ განვადიდოთ ის. Но когда мы говорим, нельзя никого прославлять перед божествами, вот, имеется в виду никого, кто напрямую не связан с Господом. მაგრამ ოდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არავის განდიდება არ შეიძლება ღვთაებების წინაშე, იგულისხმება ამაში, რომ არავინ ვინც კავშირში არ არის უფალთან. Потому что, как мы говорили в самом начале наших встреч, Кришна, имя Кришна и Кришна, он подразумевает с собой также всех его чистых преданных.
რადგან ოდესაც ჩვენ თავიდან განვიხილავდით თუ რას მოიცავს კრიშნა და კრიშნას სახელი, ჩვენ ხაზს გავუსვით იმას, რომ ამ სახელი კრიშნაში მოიცავს ასევე არიან მისი ერთგულებიც. Когда мы говорим, нельзя никого прославлять перед божествами, имеется в виду никого, кто э, не связан напрямую через преданное служение с Господом. ანუ წმინდა ერთგულები გულისხმობა მაშინ და როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ არ შეიძლება არავის გამდიდება, იგულისხმება ის გული პიროვნებები, ვინც არ არიან პირდაპირ კავშირში უფლის წმინდა ერთგულმსახურებასთან. Даже если это с материальной точки зрения какая-то достойная личность, моральная личность, да, то есть хорошая, нормальная, но все равно при открытом алтаре мы не прославляем. და თუნდაც ეს კარგი პიროვნება იყოს, მორალური და სუფთა პიროვნება იყოს, მაგრამ მაინც ალტარის წინ, ანუ ღია ღვთაებების, როცა ღია არის ღვთაებების ფარდა, მაშინ არ განვადიდებთ ჩვენ. Ну, что касается чистых преданных, когда их прославляют перед ним. და რაც შეეხება წმინდა ერთგულებს, ოდესაც მათ განადიდებენ ღვთაებების წინ, Весь Шримад Бхагаватам — это фактически там сплошное прославление чистых преданных, да, и мы это делаем во время лекции при открытом алтаре, и Господу это очень нравится. პრაქტიკულად თელი შიმად ბაგავატამი ეს არის უფლის წმინდა ერთგულების განდიდება და ჩვენ ამას ბაგავატამზე რეგულარულად ვახორციელებთ და მაშინ ღვთაებები ყოველთვის ღია არის. Нельзя также никого ругать при открытом алтаре в храмовой комнате. ანუ ჩვენ ამას ვაკეთებთ ალტარის ოთახში, როდესაც ფარდები ღიაა. И, находясь там, в целом нужно быть сосредоточенным именно на божествах, на служении, либо на слушании. და როდესაც იქ ყოფებით, ჩვენ უნდა ვიყოთ სრულთლიანად კონცენტრირებულები ან ღვთაებებზე, ან კირტანზე, ან მოსმენაზე. А какие-то технические детали там, вот, это лучше обсуждать за пределами алтарной, или, по крайней мере, когда алтарь закрыт. ხოლო რაღაც ტექნიკური დეტალები შეიძლება ალტარის ფარგლებს გარეთ განხილული, ან როდესაც ფარდები დაკეტილია. Очень важным также элементом этикета является то, как нужно правильно относиться к атрибутам Господа, особенно к тому, что ему было предложено. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ქცევის ეტიკეტთან, ეტიკეტში რაც შედის თუ როგორ უნდა მოვექცეთ ატრიბუტებს, რომელიც უფლის მსახურებასთან უშუალო შეხებულებაშია. Это может быть, например, цветок, благовоние, черенамрита или махапрасад. ეს შეიძლება იყოს ყვავილი, ან საკმეველი, ან ჩარნამრიტა, ან მაჰაპრასადი. Да, перед божествами также не нужно ничего есть. ასევე ღვთაებების წინაშე არ არის საჭირო რაღაცის ჭამა. Даже если Миша вам дал самосу свою, და თუნდაც მიშამ თქვენ თავისი სამოსა მოგცათ. не стоит заходить в алтарную, жуя самосу Мишину. არ შეიძლება ატას შესვლა, რომ ისე რომ მიშას სამოსას ღეჭავდეთ ამოდროულად. Но можно в алтарной, при открытом алтаре, почтить черенамрита и махапрасад божеств. მაგრამ არტაში შეიძლება ღია ფარდები, როცა ღია არის ფარდები, მაშინ ჩარნამრიტას ან მაჰაპრასადის რომ მივაგოთ პატივი, ანუ მივიღოთ. Потому что они не отличны от Господа. რადგან ისინი არ განსხვავდებიან თავად უფლისგან. И выражая им почтение, мы выражаем почтение Господу, а не кому-то еще. და მათ ამი გამოხატული პატივისცემით ჩვენ პატივისცემას გამოხატავთ უფლის მიმართ და მეტი არავის მიმართ. То есть это вот основные правила. Если что-то я упустил, вы можете спросить или дополнить. და ესენია ეს არის ძირითადი წესები და თუ რაიმე გამომრჩა შეგიძლიათ მკითხოთ ან დაამატოთ. Да, Мариам. Кришна, мой поклон примите, пожалуйста. Харе Кришна. Я хотела спросить насчет того, что когда в алтарной, например, очень много людей, а как тогда делать поклоны? То есть, чтобы и ноги не были обращены, то есть вот как-то бывает иногда такое. Хорошо, хорошо, да.
აა, Но, მე მინდოდა მე да, переводи, пожалуйста, хочу. მე მინდოდა ამესვა კითხვა, რომ როდესაც ალტარში ძალიან ბევრი ადამიანი ერთგულია შეკრებილი, მაშინ როგორ უნდა მოვიხაროთ ქედი ისე, რომ არც იმისკენ იყოს წეფი მიმართული, არც იმისკენ. Прежде чем ответить на этот вопрос, я вспомнил одну вещь, тоже достаточно важную, что в алтарной лучше, чтобы мужчины и женщины не смешивались. სანამ ამ კითხვას უპასუხებ, გამახსენდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ალტარში უმჯობესია თუ კაცები და ქალები არ შეერევიან ერთმანეთს. И женщинам, как правило, рекомендуется вести себя очень сдержанно в алтарной. და როგორც წესი, ქალებისთვის რეკომენდებულია, რომ ძალიან ესე ვთქვათ, თავშეკავებულად მოიქცნენ ალტარის ოთახში. И даже приносить поклоны так, чтобы это было не на глазах у мужчин, ну, по вполне понятным причинам. და თანაც ქედი მოвихაროთ ისე, რომ ეს არ იყოს კაცების თვალწინ, ანუ მათკენ ეს მიმართული, ესე ვთქვათ, სრულად გასაგები მიზეზების გამო ვფიქრობ. А когда алтарная полна, да, когда там много людей, ხოლო როდესაც ალტარი სავსეა, როდესაც იგი ბევრი ადამიანია შეკრებილი, ну, не стоит прямо сразу так беспокоиться, что вот сразу я должен поклониться. Мы можем осмотреться, если вдруг там где-то в углу у стены есть местечко, мы можем туда протиснуться и там принести поклон. არგის იმაზე ღელვა, როგორც კი შევედი ეგრე აუცილებლად ქედმა მოვიხარო, შეგვიძლია ჯერ მიმოვიხედოთ, ნახოთ იქნება არის სადმე თავისუფალი ადგილი, ცარიელი და მაგალითად კედელთან კუთხეში სადაც მივიდე და იქიდან მოვიხარო ქედი. Если даже этого нет возможности сделать, და თუ ამის შეძლებებაც არ არის, რომ ეს გავაკეთოთ. не нужно расталкивать преданных и говорить, да вы что здесь встали, поклониться негде, да, то есть этого не нужно делать. არღის იმის გაკეთება, რომ ერთგულები მიწიმოწ და უთხრათ, რომ აქ რას დამდგახართ. ამის კეთება არღის. Мы в этом случае, когда уж совсем теснота, мы просто можем сделать намаскар. ამ შემთხვევაში, როდესაც საერთოდ ძალიან სერიოზული სიმჭიდროვეა, შეიძლება უბრალოდ ნამასკარის გაკეთება. Прочитать мантру, да, Намаам Вишнупадай, который мы обычно читаем при поклонах. И в уме вы можете хоть дандават сделать, даже если вы женщина. В уме можно дандаваты делать, даже женщинам. და წავიკითხოთ ამ დროს პრანავა მანტრა ნამოუმიშნვა როგორც ეს რომელსაც ჩვენ როგორც ეს ვკითხულობთ და შეიძლება ჭკუაში, ანუ დანდავატიც კი განახორციელოთ, თუნდაც ეს ქალი იყოს. Мы говорили об этом немножко. Вообще, это предписание шастры, если нет возможности физически кланяться или совершать арати божествам какое-то поклонение, по каким-то причинам вы это не можете делать, вы можете это делать в уме. და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, რომ შესაძაც მაგათი არ არის ამის შესაძლებლობა, რომ ქედი მოუხაროთ ან რაიმე მსგავსი გავაკეთოთ უფლისთვის ან სხვისთვის, შეიძლება ამის გაკეთება ჭკუაში. Еще один момент, да, я вспомнил сейчас. При открытом алтаре, например, мы не кланяемся персонально кому-то из вайшнавов. კიდევ ერთი მომენტი, რაც ახლა გამახსენდა, როდესაც ალტარი ღია არის, ჩვენ არ უხდით ქედს რომელიმე ვაიშნავს პერსონალურად. Даже если они саньяси и так далее. და თუნდაც ისინი იყოს სანიასი ან ასე შემდეგ. Единственное исключение может быть это Дикша Гуру. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს ეს გდიქშა გურუ. И то, как правило, когда Дикша Гуру входит, он кланяется, и ученик, чтобы не быть выше гуру, он тоже кланяется, да. Но, строго говоря, в присутствии божеств мы физические поклоны никому не приносим, мы приносим поклоны в уме, да. და ესაც მაშინ როგორც წესი მოსწავლე მაშინ იხრის ქედს, როდესაც დიქშა გურუ შემოდის ქედს იხრის და იმისათვის რომ არ აღმოჩნდეს სულ მოძღვარზე უფრო მაღალ პოზიციაში, მაშინ იხრის ისიც ქედს, მაგრამ როდესაც ის ღვთაებები ღია არის, ჩვენ არ უხდით ქედს ფიზიკურად და უხდით ქედს ჭკუაში. Потому что когда Господь присутствует, Он высший объект поклонения, все внимание должно быть сосредоточено на нем. რადგან შესაძაც უფალი ფიზიკურად აქ არის, ის არის თაყვანისმცემლის უმაღლესი ობიექტი და ამიტომაც არავინ არ უნდა დავაყენოთ მასზე უფრო მაღლა. Мгм. Также мы знаем, да, что есть определенные правила чистоты для входа в алтарное, но мы говорили уже об этом. Если мы там какой-нибудь крематорий посетили или еще что-то такое, прикоснулись, да, к чему-то неудобоваримому, то нужно лучше совершить омовение. Ну, по крайней мере, омыть рот, стопы, ладони.
брызнуть на себя, прежде чем идти в და лавку. ასევე არსებობს გარკვეული დანაწესები, ანუ გონივრული, როდესაც მაგალითისთვის ჩვენ კრემატორიუმი მოვინახულეთ, ან სასაფლაოზე ვიყავით, ან რაიმესაც შევეხეთ, რაც სათქმელი არ არის, უნდა დავიბანოთ ხელები მაინც, პირში წყალი გამოვილოთ. Хорошо, есть еще что-то? არის კიდე რაიმე კითხვა? Я просто... Да, хорошо. Если есть, то еще можно. Пару вопросов. Первый. Я слышала о том, что перед божеством нельзя чихать, плакать или что-то вот такое вот проявлять. Мгм. Да, მე очень. მის შესახებაც ვწდენია, რომ ღვთაებების წინ არღის დაცემინება, ან ტირილი და ასე შემდეგ. Как я сказал в начале, поведение в алтарной должно быть очень сдержанным. როგორც მე დასაწყისში გაუსვი ხაზი, რომ алтарში ქცევა უნდა იყოს ძალიან თავშეკავებული. Мы не должны к своим поведением как-то привлекать внимание к себе, ჩვენ არ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი ქცევით რაიმენაირად მივიპყროთ ყურადღება საკუთარი თავის მიმართ и также вносить диссонанс в то настроение, которое должно быть в алтарной. და ასევე შევიტანოთ დისონანსი იმ განწყობაში, რომელიც алтарში სუფევს. Говорится даже, например, нельзя скорбеть в присутствии божеств. ესეც კი არა თქვამი, რომ ღვთაებების წინაშე არ შეიძლება მოთქმაც კი. Потому что в алтарной все хотят сделать Господа счастливым, а тут вы входите, вся такая скорбящая, воющая, простите. და რადგან алтарში ყველა ცდილობს, რომ უფალი გააბედნიეროს, გაახაროს და აქ უცებ თქვენ შემოდიხართ, რომელიც მოთქვამს, სწორედ ხავის Естественно, сострадательные вайшнавы, они должны будут уделять внимание, как-то успокоить, да, и тем самым отвлекаясь от поклонения Господу. თავისთავად რო გულმოწყალე ვაიშნავს მოუწევთ რომ ყურადღება დაგითმონ ანუ მოვიდნენ თქვენთან გამოგელაპარაკონ და ამით ეს ვთქვათ მეორე ხარისხოვანი გახადონ ესეთ უფლის თაყვანისება. Да, нужно уделить внимание и успокоить такому вайшнаву, но не в этом месте, не в это время, в другом месте. დიახ, ყურადღება უნდა უთმოთ და დავამშვიდოთ ესეთი ადამიანი, მაგრამ არა ამ ადგილას და არა ამ დროს. Мы можем вспомнить эту историю, когда во время Киртана в доме Шивастхакуру ночью у него умер сын. ჩვენ შეგვიძლია ამ ისტორიის გახსენება, ოდესაც შევასთაკურის სახლში ღამით კიტანის დროს მას შვილი გარდაეცვალა. И женщины начали рыдать и причитать. Это было причем там, во внутренних покоях, не там, где шел Киртан. ნუ ამ დროს ქალებმა დაიწყეს მოთქმა, აა გლოვა და ეს თანაც ხორციელდებოდა არა შინ არტარის ოთახში, არამედ საკე ოთახებში იქით. Но Шивастхакур пошел туда, когда он об этом узнал, и он запретил им это делать. მაგრამ შევასთაკური წავიდა იქ, როდესაც ამის შესახებ გაიგო და მან აუგზალა მათ ამის კეთება. Пока, по крайней мере, пока Господь Читания находился там и танцевал и пел. როგორც მინიმუმ მანამდე სანამ უფალი ჩაიტანა იქ იყოფებოდა და სანამ ღეროდა და ცეკვავდა. То есть он имел в виду, потом можете сколько угодно, но пока вот Господь здесь, пока мы пытаемся его сделать счастливым, этого не должно быть. ანუ ეს გულისხმობდა, რომ სანამ ამის კეთება თქო უნდა შეგიძლიათ, მაგრამ სანამ უფალი აქ არის და სანამ ის ეს თქვა ესეთ გართობებშია, ამის კეთება არ გააკეთოთ მანამდე. მერე შეგიძლიათ, თქო უნდა. Как зрелый вайшнав, он не стал им говорить вот эти истины прописные, да. Чего вы скорбите, это всего лишь одежда, да, и так далее. როგორც მოწიფებულმა ავიშნავმა მან არ დაუწყო ესეთ ჭეშმარიტების საუბარი, რომ რას გლოვოთ ეს მხოლოდ ტანის ამოსია და ასე შემდეგ. Это все майя, это все иллюзорные отношения. ეს ყველაფერი მაია, ყველაფერი ეს ილუზორული ურთიერთობაა. Прабхупад вообще это называл skin disease, кожной болезнью, привязанностью. მოპადა საერთოდ უწოდებდა სწორედ ტანის დაავადებას ან მიაჭულობას. Зрелый вайшнав все это понимает, но он так не будет говорить, потому что он знает, что в данной ситуации это не сработает и не вызовет нужного эффекта, скорее противоположный эффект вызовет. მოწიფებულმა ავიშნავმა იცის, რომ ეს არ გამოახდენს
შესაბამის ეფექტს ან რაიმეს გამოასწორებს და შემოუარესიც, ანუ საპირისპირო ეფექტიც კი მოიტანოს. Поэтому он сочувствует, как-то успокаивает, но опять же, это не место для алтарной или не место для того, где Господь присутствует лично, прямо непосредственно. კაკულა, რა თქმა უნდა, ის თანაუგრძნობს, რა თქმა უნდა, ის ცდილობს რაიმე დაეხმაროს, მაგრამ არა ალტარში და არა ღვთაებების წინ. И то же самое, не стоит проявлять бурную радость. და სწორედ ასევე არ ღირს რაღაც ესე თუ მკვეთრი, ესე თუ და ძალიან დიდი სიხარულის გამოხატვა. Прилетать в алтарную и кричать: «Смотрите, у меня Наполеон получился наконец-то!» ანუ მჩქეფარე სიხარულის, აი, შემოხვიდე ალტარში, შემოვარდე და დაიწყო ყვირილილო, აი, როგორც იქნა მე ნაპოლეონი გამომივიდა. Харибол, харибол. ჰარიბოლ, ჰარიბოლ. Это можно сделать, но не в алтарной, опять же, да? ამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ კვლავ ალტარში არა. Единственная ситуация, когда можно плакать и проявлять бурный восторг в алтарной, ერთადერთი სიტუაცია, როდესაც შეიძლება ტირილი და ესეთი მჩქეფარე სიხარულის გამოხატვა. это во время киртана Дайнанда Махараджа, ეს დაენ და მაჰარაჯის კიტანის დრო შეიძლება. во время танцев, да? ცეკვის დროს. Вот, когда такое могущественное воспевание, там могут проявляться какие-то эмоции, но если не духовные, то отражение духовных эмоций, и это нормально их проявлять в это время, в этой ситуации. როდესაც ესეთი ძლევამოსილი პიროვნების მიერ ესეთი ძლევამოსილი კიტანი მიმდინარეობს, მაშინ შეიძლება ამ სიხარულის და აღფრთოვანების ეს გამოხატვა, მაგრამ არა სხვა შემთხვევებში. Но опять же, не на показ, если это действительно возникает что-то. И это нельзя проконтролировать уже, экстаз неконтролируемый. მაგრამ კვლავ რო ეს არ უნდა იყოს რაღაც სანახაობრის დადგმის მხრივ, რა თქმა უნდა ეს ემოციები არის, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ ეს ყველას თვალწინა გავაკეთოთ. Хорошо, еще вопрос следующий. Еще обниматься нельзя. Но это тоже я забыла просто тоже сказать к этому, я слышала такое. А следующий вопрос, что предложено то, Мгм. что Господу сказали про цветы, благовония, а то, что касается вещей и украшения. Мгм. И вот меня немного этот момент напрягает, потому что если, например, я в этих вещах нахожусь, я же, например, мне надо будет зайти в туалет или какое-то такое место, и получается, я оскверняю эту вещь. И поэтому я не предлагаю вещи, но Мгм. და ასევე არ შეიძლება ღვთაებების წინ ჩახუტება და კიდევ ანუ მე რაც მძაბავს ეს არის მაგათთვის ყველაფერი უნდა შევთავაზოთ უფალს, მაგრამ მე ამ ტასაცმელი შევთავაზე და მე ხო უნდა შევიდე ამით საფიფარიშოში და მე ხო ამე ესე ვაპინძურებ ამას. Да, кстати, я даже чуть больше скажу, потому что я забыл сказать. Спасибо за этот вопрос. და დიახ, კი, ანუ ამის შესახებ დამავიწყდა მე თქვა და ცოტა მეტის დამატება შემიძლია. Что касается всех вот этих вот вещей, которым пользовался Господь, или остатков его пищи, რა ჩაეხება ამ ყველაფერს, რითიც რასაც იყენებდა უფალი და მისი საკვების ნარჩენები? ну, то есть их нельзя действительно помещать в какое-то грязное место или, например, даже, ну, считается пол грязным, поскольку на него ходят ногами, да? და დიახ, მართლაც არ შეიძლება იმ ნივთების ის ჭუჭყენადგილას დალაგება, რომელსაც იყენებდა უფალი, ან თუ მაგალითისთვის იატაკს ეხებოდეს დაბინძურებული იატაკს. Мы не должны, допустим, их не стремиться даже, мы должны избегать касаться ногами эти освященные предметы, и вообще даже лучше нижней частью своего тела, ниже пояса, да, мы стараемся не прикасаться к этим вещам, потому что это на самом деле оскорбительно. და ჩვენ თავს ვარიდებთ, რომ ესეთ ადგილებს შევახოთ ესეთი ნივთები, რომელიც უფალთან იყო შეხებულობაში და ამავე დროს არ დავცდილოთ არ შევახოთ ჩვენი სხეულის ქვედა ნაწილებს, სადაც შეურაცხყოფელია. Да, это правильно, хорошо там носить гирлянды, например, или на голову что-то помещать, да, то есть из Махапрасада Господа. დიახ, ეს კარგია და სასიკეთოა, როდესაც მაგალითად უფლის შეთავაზებულ გილანდას კისერზე ვიყიდე და დაგვაქან მაჰაპრასადს ვიცმევთ.
Да, и когда еще нам предлагают эти вещи, да, нельзя отказываться. და კიდევ რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს გვთავაზობენ, არ შეიძლება უარის თქვა ამაზე. То есть это не тот случай, когда можешь сказать, ну что-то не хочется. ეს არ არის შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია თქვათ, რომ რაღაც არ მინდა. Хочется, не хочется, но это обязанность преданного, по крайней мере, почтить, выразить почтение как-то этому Махапрасаду. И когда нам что-то предлагают, мы хотя бы немножко должны принять. Это касается вещей также, не только пищи. გვინდა თუ არ გინდა, ეს ედგულის მოვალეობა არის, როდესაც ჩვენ რაღაც ვთავაზობენ, ჩვენ პატივისცემით მივიღოთ და ეს ეხება ეს თემა ეხება ასევე სხვადასხვა ნივთებსაც. Когда мы другим предлагаем, да, Махапрасад, это такой тонкий момент. როდესაც ჩვენ ვთავაზობთ სხვებს, მაჰაპრასადს ეს საკმაოდ ნატიფი მომენტია. Нужно делать это так, чтобы не вызвать у них никакого негатива, да, иначе мы будем сами немного повинны, да, в том, что побудили другого человека оскорбить, какое-то оскорбление совершить. ეს უნდა გავაკეთოთ ისე, რომ არ გამოვიწვიოთ სხვისი რაღაც ნეგატივი, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ამის ამხალისებელი, აბიძგებელი ფაქტორი, რომ მან შეურაცხყოფი ჩაიდინა. Особенно это касается новых людей, гостей, да, и таких совсем начинающих преданных, с ними нужно быть особо осторожным, поскольку у них нет правильного понимания и веры зачастую. განსაკუთრებით ეს ეხება ახალმოსულ ადამიანებს, სტუმრებს, ან დამწყებელ გულებს, რადგან მათ ჯერ არ აქვთ ესეთი სწორი გააზრება. Особенно гостей, да, то есть вот то, о чем мы говорили, это к ним не относится, что нужно там кланяться и так далее. Мы не должны их побуждать и ругать, что вы что делаете, აა оскорбляете, да. განსაკუთრებით ეს ეხება სტუმრებს და ახალმოსულებს, პირველადმოსულებს, მაგალითისთვის ქედი არ მოიხარეს მათ, როდესაც ალტარში შემოვიდნენ და ჩვენ მივავდეთ და დავუწყოთ იქა, რომ როგორ გაბედე, რატო არ მოიხარე ქედი, რატო ჩაიდინე შეურაცხყოფა. Да, наш долг очень мягко, аккуратно объяснить основные правила поведения, да, то есть, დიახ, ჩვენი ვალია, რომ ძალიან ფაქიზად და რბილად აუხსნათ ძირითადი ქცევის წესები. ну, то есть, что касается там одежды, да, опять же, особенно для женщин, еще там чего-то, но очень аккуратно, мягко, там, не ругаясь. დაკლა Мгм. რაც შეეხება ტანისამოს ქალების შემთხვევაში, ან თუნდაც კაცების შემთხვევაში, რა ძალიან ფრთხილად და ფაქიზად და ის კი არა, რომ ანუ ჩხუბი დავიწოთ. Таким людям, да, у которых нет особой веры, нельзя там пихать Махапрасад, да, берите вы чего, вам повезло там. და ეს ადამიანებს, რომელსაც არ აქვთ ჯერ წმენა, არ შეიძლება მაჰაპრასადი, ისე ვთქვათ, დავაძალთ, ანუ უბრალოდ ყოველთვის შევტენოთ, ისე ვთქვათ, რადგან მათ არ აქვთ ამის გააზრება. Но я немножко отклонился, это больше касается того, как общаться с гостями. Это другая тема, мы будем это обсуждать также позже, не მე сегодня. ცოტავდენი გადაუხვი, მაგრამ ეს იმ თემაშია, თუ როგორ უნდა ვიურთვით სტუმრებთან. А что касается вашего вопроса, Мариам, вот конкретно, я, например, никогда старался не пользоваться, вы знаете, футболками там с изображениями Кришны там или со святыми именами или Харинама чадарами, чадар, на которые святые имена, потому что на самом деле в этих вещах нельзя кланяться, нельзя, чтобы не касались пола, да? Вот, особенно когда дандават делаешь. И нельзя, чтобы я с ними заходил там в душевую или в туалет, на самом деле, если быть строгим. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე ყოველთვის ვცდილობდი მაგალითისთვის, რომ არასდროს არ გამომეყენებინა ესეთი მაისურების რაღაც არის უფლის ფოტო ან რაღაც გამოსახული, ან ჰარნამად ჩატარებს, სადაც წმინდა სახელებია დატანილი, რადგან ამით არ შეიძლება რაღაც ქედის მოხრა, ნუ კი ატაკს შეეხებოდეს ის, ან შეიძლება საფიფარიშოში ან საბაზანოში შესვლა. То есть, ეს если там შეურაცხყოფა არის. нужно посетить какое-то грязное место, лучше их оставить до этого, да? До того, как мы туда თუ войдем, если есть возможность. თუ ჩვენ უნდა ვესტუმროთ რაიმე ბინძურ ადგილას, მაშინ უმჯობესი იქნება თუ მანამდე დავტოვებთ რაღაც სუფთა ადგილას, თუ ეს შესაძლებელია, თქმა უნდა. Исключение может быть, когда мы, например, куда-то путешествуем, и там нет никого из преданных даже, чтобы посмотреть и передать, да. Ну тогда что делать, да? Тогда нам приходится и вместе с четкими заходить в эти места и так далее. გამონაკლისი შეიძლება იყოს, როდესაც ჩვენ მაგალითად მოგზაურობთ და გვაშემ არავინ ერთგული არ არის, რაც შეიძლება გადავაბაროთ და ჩავაბაროთ, დავუტოვოთ, მაგრამ ხანდახან ამის კეთება გვიწევს, რადგან
გვეძებნა არის და ხანდახან შემოგვიწევს ჯაპასთან ჯაპით რაც კი შესვლა საფრანგეთში. Это так называемые чрезвычайные ситуации. Но в обычных ситуациях мы вот должны действовать вот таким образом, как я говорил. ეს არის ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, გამონაკლისი შემთხვევები, ან როდესაც სხვა გზა არ არის, ასე ვთქვათ, მაგრამ ძირითადად ჩვენ ვცდილობთ, რომ ესე ამოვიქცეთ. Да, нельзя на эти вещи садиться или класть на то место, на стул даже, не только на пол, да, на котором сидят люди. Вот. Святые, დიახ, არ შეიძლება святые предметы, да. დიახ, არ შეიძლება ამ ნივთებზე ჯდომა და იატაკსო შევახოთ ის ეს წმინდა ნივთები, ანუ წმინდა. Ну и, например, махапрасад, имею в виду какие-то вещи, да, разрешается носить, но только на верхней части тела, да. Поэтому, например, носки духовного учителя, да, вот, мы не можем носить, но джемпер можем, да. და ასევე მაგალითისთვის ესეთი წმინდა ნივთების ტარებაც არ შეიძლება ისე რომ სოლის ქვედა ნაწილის შეხებოს მაგალითთვის სულიერი მოძღვრის წინდების ტარება არ შეგვიძლია ჩვენ, მაგრამ მისი ჯემპრის ტარება შეგვიძლია. Хорошо. Дава- Давайте тогда чуть-чуть продолжим. Еще одну тему нам нужно сегодня обсудить. მოდით მაშინ დღეს გავაგრძელებთ კიდევ ერთი თემა უნდა განვიხილოთ ჩვენ დღეს. Две темы, но их мы не успеем. Начнем мы сегодня обсудим тему тогда праздников, поскольку это неотъемлемая часть поклонения божествам. შემდგომში ორი თემა გვაქვს, მაგრამ დღეს ჩვენ მათ ვერ მოვასწრებთ და პირველი ეს არის დღესასწაულების თემა. То есть это особые дни, праздники и фестивали. ეს არის განსაკუთრებული დღეები, დღესასწაულები და ფესტივალები. Вот. А на этих днях лежит особое благословение, так скажем, они исполнены особых энергий. ამ დღეებზე მოდის განსაკუთრებული წყალობა, განსაკუთრებული ენერგიები მოქმედებს ამ დღეებში. Их называют днями Господа Хари. მათ უწოდებენ უფალი ჰარის დღეებს. Вот. Сначала мы скажем, какого типа бывают эти дни. დასაწყისში ჩვენ ვიტყვით იმას, თუ რა ტიპისები არსებობს ეს დღეები. Так, 2 секундочки, я сейчас включу вам демонстрацию. Вот. 3 основных типа, вы видите, да? Таких святых дней и фестивалей. ჩვენ Это ხედავთ აქ სამ ძირითად ტიპს ესეთი წმინდა დღეების და ფესტივალების. первый тип – это дни явления воплощений Господа Вишнутатов. პირველი ტიპი არის ეს არის უფალი ვიშნუ ტატუების მოვლენების დღეები. Конечно, говорится, что число воплощений Господа безгранично, так же, как количество волн в Черном море, даже больше. რა თქმა უნდა, ნათქვამია, რომ უფლის გამოვლენების რიცხვი უსასრულოა, ძალიან ბევრია, ისე იმაზე მეტიც კი, ვიდრე შავ ზღვაში არის ტალღა. И мы не можем их все отмечать, და ჩვენ არ შეგვიძლია მათ ყველას აღნიშნო. по полной программе, я имею в виду. მეგულისხმობს სრულად ანუ სრულად აღნიშნოს გულისხმობ. Даже в Шримад Бхагаватам там выделено 20 аватар Господа, и даже не все их мы отмечаем по полному стандарту. და შევად ბაგავატამში არის 20 ძირითადი ავატარა გამოყოფილი და მათაც კი არ აღნიშნავთ ყველას სრულად. Мы отмечаем самые основные, и те, которые нам дали ачарьи, Шрила Прабхупада и Шрила Бхактисиданта Сарасвати Такур. ჩვენ აღნიშნავთ ძირითადებს და მათ, რომელიც ჩვენ მოგცეს საჩარიმა, შილა ბაქთისარასო თაკურმა და შილა პრაბჰუპადა. И для нас, конечно же, это основные Гора Пурнима, Кришна Джанмаштами. და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძირითადი არის, ეს არის გოვრა პურნიმა, ეს არის კრიშნა ჯანამაშტამი. Вы здесь видите. Нитянанда Трайодаши, Баларама Пурнима, она здесь не перечислена, да? აქ არის ნიტიანა ტრაიოდეში, ბალარამა პურნიმა, აქ არ არის ჩამოწერილი. Конечно, Рама Навами Нарисимха Четурдаши.
რა თქმა უნდა, Рама Навамიდან Расимха Чатурдаши И Вараха, и Вамана Двадыша. Вот эти вот сколько получается? 8 или 9 основных воплощений. Мгм. და ვარაჰა და ვამანა ატრიუდეში, ანუ ეს არის ძირითადი გამოვლინებების, ანუ ჩამონათვალი. Ну, также сюда можно включить Радаштами, да? და რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგვიძლია ჩავშალოთ რათაშტამი. Мгм. Вот. Следующая категория– это дни явления и ухода великих ачарьев. შემდეგი კატეგორია ეს არის მოვლენების და წარსულის დღეები დიადი აჩარიების. И поскольку их тоже очень много, особенно და спутников იქიდან გამო Господа Читания, და იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ძალიან ბევრი არიან, მაგაც მარტო საკერო ავიღოთ უფალი ჩაიტანიას თანამგზავრების რიცხვი. нам бы, наверное, пришлось 300, если бы мы всех отмечали, пришлось бы, наверное, 360 дней в году держать пост до полудня. ჩვენ მათ ყველას რო აღნიშნავდეთ, ჩვენ მოგვიწოდა ალბათ, რომ წელიწადში 365 დღე შუა დღემდე მარხვა დაგვეცა. Поэтому, по возможности, да, мы вспоминаем и прославляем самых известных из них. და ამიტომაც შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ძირითად მათგანებს. Но что касается вот такой, так скажем, официальных церемоний, да, и постов, то это относится только к ачариям до Бхактивинода Такура включительно. და რაც შეეხება, ანუ ძირითადად მეტებს ეს მიესადაგება ძირითადად აჩარიებს, რომელიც ბაქტინო თაკურამდე იყვნენ. То есть установлено как обязательный, например, пост на дни явления ачарьев от Шила Прабхупады до Бхактивинода Такура. ანუ დაწესებულია მარხვა შუადღემდე მაგალითისთვის იმ აჩარიების მოვლენების ან წარსულის დღეებში შილა პრაბჰუპადადან ბაქტინო თაკურამდე. Все, что было, кто был раньше, там, да, Рупа Госвами, Харидаст Какур, вот здесь вот описано Рамануджачари, Мадхавачари. То есть мы, конечно, хорошо их прославлять, да, вспоминать, но нет необходимости поститься, предлагать арати, да, и вот. რა თქმა უნდა, მაგაც რაც შეეხება დანარჩენ აჩარებს, როგორც ეს რუპა გოსვამი ან სანატანა გოსვამი, ჩვენ მათ შესახებ ვიხსენებთ, მათ ასე ვთქვათ, მოქმედებებსაც ვიხსენებთ, მაგრამ ცალკეულ დღესასწაულს ეს არ აღნიშნავთ. Проводить церемонию Пушпанджали, когда читается молитва и предлагается лепестки цветов, да? მაგალითად, არ ვატარებთ ცერემონიას პუშპანჯალის, როდესაც ლოცვებს აღულენთ და ყვავილის ფოთლებს, ყვავილებს თავაზობთ. Это предписано делать вот только для ачарьев таких, как Шил Прупада, Бхактисиданта Сарасвати Такур, Горкишор Дас Бабаджи, Бхактивинод Такур, да? ეს გაწერილია ისეთი პიროვნები, ანუ ისეთი აჩარიების თვის გასახოცებად, როგორც არის შილა პრაბჰუპადა, ბhaktisиддата Такури, Бхактивинод Такури. Вот, и третья категория праздников здесь, да, это события, основанные на каких-то лилах Господа и лилах Его спутников. და მესამე კატეგორია დღესასწაულების ეს არის დღესასწაულები, რომელიც არის უფლის თანამგზავრების, ანუ რომელიც იმ პიროვნებების რაღაც დღეები, რომლებიც მისი ლილებთან უშუალო კავშირში იყვნენ, არიან. Например, Говардана Пуджа, да? მაგალითად, ის გოვართანა პუჯა, Радха Ятра, რათა იატრა, Дипавали, ჯიპავალი. когда Господь Рамачандра возвращался в Айодху, да, и когда жители Айодхи зажгли свечки, фитильки, чтобы он не пролетел мимо в темноте. როდესაც უფალი ამაჩანდრა აიოთიაში ბრუნდებოდა და როდესაც აიოთიას მაცხოვრებლებმა ფითილები აანთეს იმისათვის, რომ უფალი რამაჩანდრას დაენახა სახლი და მისკენ გაეკვლია გზა. Джулан Ятра, Чандана Ятра. Джулан это значит, когда Господа качают на качелях. Чандана значит, когда его покрывают чанданой, ароматной глиной. ჯულანი იატრა ან ჩანდალა იატრა, ჯულანი იატრა არის ეს, როდესაც
უფალეს საქანელაზე აქანავებენ, ანუ ესე ართობენ და მეორე არის, ოდესაც მას ჩადასაფარებენ. И также сюда относится Вьяса Пуджи, да? Здесь написано Вьяса Пуджи, духовного учителя. ასევე ამ კატეგორიაში არის აწერილია ვიასაპუჯა, ანუ უფალ სულელ მოძღვრის ვიასაპუჯა. Ну, это вот та схема, которую мне Дайнанда Махарадж дал с его материалов. На самом деле Вьяса Пуджи более, с моей точки зрения, резонно было бы поместить во вторую категорию, качари. Ну, так или иначе. და ეს სქემა დაინდასო მაჰარაჯ მოცემულებმა, რაც ჩემი აზრით ამის გადატანა უფრო მართებული იქნებოდა მეორე კატეგორიაში, ანუ აჩარიების კატეგორიაში. Для Вьяса Пуджи также предписывается, естественно, для учеников. А еще Брамоцева, День явления божества, может сюда включить. და ასევე ბრამოცავა შეგვიძლია ამას ჩავთოთ, ანუ ღვთაებების მოვლენების დღე. Вот. Вьяса Пуджи также предписывается пост, предписывается проводить гуру Пуджу, Пушпанджали, предлагать Пхогу, духовному учителю, пир. მოწაფეებისთვის, სულელ მოძღვრის მოწაფეებისთვის გაწერილია, მართებულია, რომ თავის სულელ მოძღვრის მოვლენების დღეს, საწასვლის დღეს ჩატარონ ცერემონია პუშპანჯალა, შესთავაზონ ყვავილები, ფოგა და ლოცვები აღუვლინონ. Вот. Почему мы это делаем? Почему эти фестивали так важны? რატო ვაკეთებთ ჩვენ ამას? რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ეს ფესტივალები? Эти дни называют Хари Васарой, ამ დღეს უწოდებენ ჰარივასარას. то есть особые дни Господа Хари. ანუ უფალი ჰარის განსაკუთრებული დღეები. Вот. И они для нас в первую очередь важны, не для Господа даже, а для нас. და ისინი პირველ რიგში ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, არა იმდენად უფლის, არამედ ჩვენთვის. Это очень хорошая возможность переключиться с нашей обычной деятельности, да, и полностью сосредоточиться на Господе, на служении Ему. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენ სულად გადავერთოთ ჩვენი სხეულისეური მოთხოვნილებების მსახურებიდან უფლის მსახურებაზე. Отложить большую часть наших обязанностей, так скажем, связанных с миром, с телом, с семьей, да, и предложить больше своего времени и энергии для служения Господу. გადავდოთ ჩვენი ძირითადი საქმიანობები, როგორც არის რაღაც მიწიერი საქმიანობები და უფრო მეტი დრო დავუთმოთ უფლის მსახურებას. Понятно, что некоторые из этих обязанностей отложить невозможно, но то, что можно как-то, да, то мы откладываем. გასაგებია, რომ ზოგიერთი ამ მსახურებიდან ზოგიერთ რაღაც პუნქტს ჩვენ ვერ გადავდებთ, დროებით ანუ ვერ გადავწევთ გვერდზე, მაგრამ ძირითადებს მაინც ვცდილობთ. Мы не можем действовать так каждый день нашей жизни, да, по вполне понятным причинам, но в особые дни мы можем вот пойти на такую жертву. სულად გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ყოველდღურად ეს მოქმედება, მაგრამ გარკვეული დღეების მანძილზე ჩვენ შეგვიძლია ეს მსხვერპლი გავიღოთ. Если нам удастся погрузиться, да, то мы очень сильно освежим и, так скажем, сделаем более интенсивной нашу духовную жизнь. Мы можем получить какой-то очень сильный опыт духовный в результате таких და усилий. ჩვენ თუ გამოგვივა ამის გაკეთება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგად ესოთ გავაახლოთ ჩვენი სულიერი ცხოვრება და მივიღოთ სერიოზული სულიერი გამოცდილებები. Вторая причина, потому что все-таки эти дни отличаются, как я уже сказал до этого, на них ниспослана особая энергия и особая милость. В эти дни Господь склонен проявлять. მეორე მიზეზი ამის არის ის, რომ ესე დღეებზე განსაკუთრებული წყალობა მოდის და უფალი განსაკუთრებული წყალობას დებს ამ დღეების აღნიშვნაში. Знаете, например, день рождения, да. В день рождения даже я добрый становлюсь. თქვენიც და დაბადების დღეები, დაბადების დღეზე მეც კი ხვდები კეთილი. Господь тоже больше склонен в день рождения давать милость. უფალიც ასევე მიდრეკილია, რომ დღეს დაბადების დღეზე წყალობა გასცეს. Вот. И этим нужно пользоваться. და ამით უნდა ვისარგებლოთ. Благословениями этих особых дней. ესეთი განსაკუთრებული დღეების წყალობით. А кто не будет пользоваться,
და ვინც არ გამოიყენებს, Не будет отмечать эти дни. არ აღნიშნავს ამ დღეებს, Того, как Кришна говорит в конце описания Гавардхана Лилы, მას როგორც კრიშნა ამბობს გოვართანა ლილას აღწერის ბოლოს, того будут кусать ядовитые змеи, живущие на მას Гавардхане. Да, да, есть такое в 10-й песне. მას შხამიანი გველები დაკბენენ გოვართანას შემოვლისას. По крайней мере, ядовитые змеи проблем როგორც მინიმუმ შხამიანი გველები და პრობლემები и материальных желаний, да, наших. Они будут особо და атаковать тех, кто не празднует. ჩვენი მატერიალ და ასევე ჩვენი მატერიალური სურვილები ისინი განსაკუთრებულად შემოგვიტევენ. И третья причина, почему мы празднуем, და მესამე მიზეზი თუ რატომ აღვნიშნავთ ჩვენ ამას, это очень хорошая возможность нам всем вместе объединиться, причем объединиться в самой возвышенной деятельности, в служении, в киртане, в шраванам. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენ ყველა ერთად გავერთიანდეთ კეტანისთვის, შრავანასთვის და ურთიერთობისთვის. Дает возможность преданным почувствовать себя семьей, сблизиться с друг с другом. ადრეს ერთგულებს შეძლებას რომ გაერთიანდნენ იზნონ ერთი ოჯახის წევრად თავი, Когда вы весь день с кем-то прослужили на кухне, он становится вам таким дорогим уже, да? როდესაც თქვენ ვიღაცასთან ერთად მთელი დღე იმსახურებთ სამზარეულოში, ის უკვე ძალიან ძვირფასი ხდება ხო თქვენთვის. То есть это очень сплачивает и сближает преданных, такие фестивали. ანუ ეს ძალიან აკავშირებს და აახლოებს ერთგულებს ესეთი დღესასწაულების აღნიშვნა. Вот. И дальше, это почему мы уделяем такое внимание этим дням? და შემდეგ გაგრძელება არის თუ რატომ უთხოვთ ესეთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ესეთ დღეებს Дальше, как мы их отмечаем, да? Ну, это более-менее вы знаете. და შემდეგ თუ როგორ აღნიშნავთ ჩვენ მათ ამის შესახებ მეტყველებად იცით თქვენ. Нужно понимать, главный принцип– это как можно больше своих сил, времени, энергии, души посвятить Господу в этот день. და ასევე განსაკუთრებით უნდა გვესმოდეს თუ რა უნდა უთმოთ ყურადღება არის, რა უნდა გავაკეთოთ ესეთ დღეებში, როდესაც უფალი გავახაროთ. Ради его удовлетворения. მისი დაკმაყოფილებისთვის რა უნდა ვაკეთოთ. Обычно, конечно, самое главное в эти дни– это больше слушать и повторять. Это ключевой და момент. როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დღეებში არის, რომ უფრო მეტი უსმინოთ და ვისმინოთ და უფრო მეტი ვიმეოროთ. Это, конечно, хорошо, что преданные собираются, там готовят просад, пир. ესა თქმა უნდა კარგია, რომ ერთგულები იკრიბებიან, პრასადს ამზადებენ, ნადიმს აწყობენ. Но если вы весь день готовили просад, потом предлагали и раздавали его, и не осталось времени для катхи, მაგრამ თუ თქვენ მთელი დღე ამზადებთ პრასადს, არიგებდით და ნადიმს აწყობდით და დრო არ დარჩა კათასთვის, то это не лучший вариант. მაშინ ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი. Секунду, у меня батарея. Вот. Обычно в честь Господа, чтобы почтить его особенным образом, в такие дни, большинство из этих дней преданные соблюдают пост. და როგორც ეს ჩვეულებრივ იმისათვის, რომ ერთგულებმა განსაკუთრებით აღნიშნონ ესეთი დღეები, ერთგულები იცავენ მარხვას. В большинстве случаев пост до полудня предписан. უმეტეს შემთხვევაში მარხვა გაწერილია შუა დღემდე. В особых случаях он дольше длится, да? განსაკუთრებულ შემთხვევებში კი უფრო მეტხანს გრძელდება. Обычно время связано с лилой. როგორც წესი ეს დრო დაკავშირებულია ლილიასთან. Например, Господь Кришна явился в полночь, да? Мы все знаем об этом. მაგალითად ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უფალი კრიშნა მოევლინა შუაღამეს. Поэтому рекомендуется поститься вот до полночи, до его явления. და ამ დღეს რეკომენდებულია, რომ ვიმარხულოთ შუა დღემდე, ანუ მის დაბადებამდე. Господь Чайтанья когда явился? უფალი ჩაიტანია როდის მოევლინა? Помните?
გახსოვთ? Не помните, да? არ გახსოვთ ხო? С восходом Луны, да? Поэтому мы постимся до восхода Луны, да? მზის სამოსვლამდე და ამიტომაც ჩვენ მანხურობთ სწორედ მზის ამოსვლამდე, ხომ? Когда явился Нарсимхадев, данные разнятся, потому что он много раз являлся. როდის მოევლინა ნარსიმჰადევი, ანუ ამის წყაროები სხვადასხვა რამეს გვეუბნება და ამიტომაც ზუსტად არ ვიცით. Но все сходятся в том, что Хираникашипу он убил в сумерки. მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ჰირენეკაშიპუ მოკლა, როდესაც მზე ჩადიოდა, როდესაც მზე ჩადიოდა და კიდევ ნათელი იყო. Поэтому мы постимся, да? და ამიტომაც ჩვენ Да, მახურობთ ესე. до сумерек. Некоторые преданные шутят. ზოგიერთი ერთგულები ხუმრობენ. То есть кто-то в этот день отмечает день явления Нарсимхадева, а кто-то отмечает день ухода Хираникашипу. რომ ზოგიერთი ერთგული აღნიშნავსო უფალი ნარსიმჰადევის მოვლენების დღეს და ზოგიერთი ერთგული აღნიშნავსო ჰირენეკაშიპუს წასვლის დღეს. То есть кому что больше нравится. Ну и то, и другое хорошо, нормально. ანუ ვის უფრო რომელი უფრო მოწონს და ერთის და მეორეც კარგია. Да, и вот эти дни, да, они максимально предназначены для служения Господу и для служения другим. დიახ, ეს დღეები განსაკუთრებით ეკუთვნილია უფლის და სხვა პიროვნებების მსახურებისთვის. Чтобы делать так каждый день, да, посвящать себя, у нас нет ни внутренних, ни внешних ресурсов, к сожалению. და ჩვენ რო ესე ამას დავუთმოთ ყოველ დღე ესე ვიმოქმედოთ სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ამისთვის არც შინაგანი და არც გარეგანი რესურსი სამწუხაროდ. И последняя, да, категория дней, которые мы обсудим и остановимся, это, конечно, Икадыши, да. და დღეების ბოლო კატეგორია, რომელსაც ჩვენი განვიხილავთ და რომელსაც შევჩერდებით, ეს არის ეკადაში. Да, Икадыш это особо дорогой день для Господа. ეკადაში ეს არის განსაკუთრებით ძვირფასი დღე უფლისთვის. Много историй в Пуранах, посвященным Икадыше, там для каждого Икадыша своя история. პურანებში ბევრი ისტორია მიძღვნილი ეკადაშის თემაზე და ყველა ეკადაშს თავისი ისტორია გააჩნია. Ну и в целом есть история, как Икадыши появилась в этом мире, как она помогла Господу и получила его благословение потом. რა საერთო ჯამში არის ისტორია თუ როგორ მოევლინა ეკადაში ამ სამყაროში და როგორ მიიღო მისი უფლის განსაკუთრებული წყალობა. Но Прабхупада обычно не вдавался в эти подробности. პრაბჰუპადა როგორც წესი ამ დეტალებში არ იძირებოდა. Просто он очень просто это объяснял. ის ძალიან მარტივად ხსნიდა ამას. То Икадыш это день, когда день очень благоприятный именно для духовной практики. ეკადაში არის დღე, რომელიც ძალიან სასიკეთოა სულიერი პრაქტიკისთვის. И абсолютно неблагоприятный для материальной деятельности. და აბსოლუტურად არასასიკეთოა მატერიალური მოქმედებისთვის. Особенно если вы уже стали Хари Кришной, განსაკუთრებით, როდესაც თქვენ უკვე გახდით ჰარი კრიშნა. и вы пытаетесь в Икадыше делать какие-то дела, даже какие-то медицинские вещи, то поверьте, лучше это отложить, ничего хорошего из этого не выйдет. და თქვენ ცდილობთ რაღაც საქმის გაკეთებას, თუნდაც ეს სამედიცინო საკითხებთან იყოს დაკავშირებული, დამიჯერეთ ჯობია გადადოთ, არაფერი კარგი ამისგან არ გამოვა. Будете полностью разочарованы в конце дня. დღის ბოლოს სრულიად იმედგაცრუებული იქნებით. Это также еще связано с тем, что Икадыш это какой день, почему он называется Икадыш? ეს ასევე დაკავშირებული იმასთან, რომ ეკადაში რა სახის დღე არის, როგორ უწოდებენ კიდევ ეკადაშს. Знаете, да? იცით? 11 лунные сутки? Да, 11-й лунный день – это день, когда Луна действует по-особому. ეს არის მე-11 დღე მზის მთვარის ციკლში, ეს არის ის დღე, როდესაც მთვარე განსაკუთრებულად მოქმედებს. Вот с материальной точки зрения ум становится очень такой, ну, обеспокоенный для материальных дел. მატერიალური თვალსაზრისით ჭკუა ძალიან შეწუხებული ხდება მატერიალური საქმეების მიმართ, რაც ძალიან აფორიაქებულია. Но для духовной активности, наоборот, это очень хороший день. მაგრამ სულიერი აქტიურობისთვის პირიქით ეს ძალიან კარგი დღეა. Вот. И преданный, который соблюдает Икадыш, он усиливает свою духовную жизнь.
და ერთგული, რომელიც იცავს ეკადაშის, აძლიერებს თავის სულიერ ცხოვრებას. Вот. Как обычно советуют нам отмечать и кадыши? როგორც წესი, როგორ გვირჩევენ, რომ ეკადაში აღვნიშნოთ? Опять же, в первую очередь, больше сосредоточившись на служении, особенно на слушании, воспевании. და კვლავ რომ უფრო მეტად გოცეთიდეთ წმინდა სახელების გამეორებაზე და მოსმენაზე. А, Некоторые духовные учители, например, вот мой духовный учитель, они во время инициации, они предписывают ученикам повторять больше кругов, например, минимум 25 кругов на Икадыши. Ну. მაგალითად, ზოგიერთი სულიერ მოძღვარი თავის მოწაფეებს უდგენენ, რომ უფრო მეტი წრეები წაიკითხონ ეკადაშის, მაგალითად, ჩემი სულიერი მოძღვარი აკეთებდა, რომ 25 წრე უნდა წაიკითხოთ მის მოწაფეებს ეკადაშის დღეებში. М, Это, конечно, первое. Больше слушать и воспевать, и служить по возможности. რა თქმა უნდა, პირველი არის, რომ უფრო მეტი ვისმინოთ და უფრო მეტი ვიკითხოთ ეკადაშის დროს შეძლების და გვარად. Потом то, что я уже говорил, по максимуму воздерживаться от материальных каких-то дел. შემდეგ მე უკვე რაცაც შევეხე, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ მატერიალური საქმეებისგან И соблюдать пост, да? და დავიცვათ მარხვა. Пост на Икадыше– это особая тема. ეკადაშზე მარხვა ეს განსაკუთრებული თემაა. Особенно, когда преданные обсуждают Икадыши, 80% обсуждения, оно будет касаться, как поститься, что можно кушать, чего кушать нельзя. როდესაც ერთგულები როგორც წესი განიხილავენ ეკადაშის საკითხს, 80-90% დროის დათმობილი იქნება თუ რისი ჭამა შეიძლება და რისი ჭამა არ შეიძლება. И несколько причин для поста есть, да? და რამდენიმე მიზეზი არსებობს მარხვისთვის. Во-первых, Шрила Прабхупада объяснял, мы постимся, чтобы сэкономить время для преданного служения. პროპადა ეს ეხსნიდა, რომ ჩვენ იმიტომ მარხულობთ, რომ დროის ეკონომია განახორციელოთ ერთგული მსახურებისთვის. Потому что не нужно готовить, не нужно кушать, не нужно мыть посуду потом, да? რადგან არ არის საჭირო მომზადება, არ არის საჭირო ჭამა, არ არის საჭირო მერე ამ ჭურჭლის რეცხვა. Вторая ценность поста это в том, что благодаря этому мы учимся приводить ум и чувства под контроль. მარხვის მეორე ფასეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ აი ესე სწავლობთ, რომ ჩვენი ჭკუა და ჩვენი გზნობები კონტროლის ქვეშ ავიყვანოთ, არ ამას სწავლობთ. То есть, преодолевая их позывы, иногда возмущение, мы говорим, нет, сегодня вот мы не кушаем, да, сегодня мы слушаем. ანუ მათი ბრძანებების ეს გადალახას ვახორციელებთ, მათ ეს თქვა ახირებებს ვოჭავთ და ესე ჩვენ უშუალოდ თუ არა, მე აი ამ დღეს ახლა მე მოსმენას და გამეორებას დავუთმო. То есть это позволяет нам быть самодисциплинированными. ანუ ეს საშუალებას გვაძლევთ, რომ ჩვენ ვიყოთ თვითდისციპლინირებულები. И также еще один позитивный момент, что это разгрузочный день. და კიდევ ერთი პოზიტივი მომენტი ეს არის, რომ ეს არის ეს თქვა განტვირთვის დღე. Накапливается много амы, то есть толком неперевариванной пищи, она является хорошей почвой для разведения болезней всяких. ვროდება ბევრი ამა, ანუ გადაუმუშავებელი საკვები და ეს ძალიან კარგი ნიადაგია სხვადასხვა დაავადების განვითარებისთვის. Вот. И этот день как раз, когда, если человек постится особенно полностью, да, это день, когда вся эта ама перерабатывается, сжигается, и это хорошо для здоровья также. და თუ ადამიანი მარხულობს სრულად ან არაფერს არ იღებს საკვებად დღეს, მაშინ ეს საშუალებას აძლევს სხეულს გადაამუშავოს ეს დაგროვილი ნარჩენები საკვების და გადაიქცეს ენერგიად. Также хорошо для экономии бюджета, да. ასევე კარგია ბიუჯეტის ეკონომიისთვის. Вот. Итак, на Икадыше существуют разные уровни поста. ეკადაშიზე არსებობს სხვადასხვა დონის მარხვა. Обычно, когда говорят Икадыши, имеется в виду, Шрила Прабхупада говорил, Икадыши значит пост, полный пост, да, даже на воду. Но
Очень часто мы не способны на это. როგორც წესი, როდესაც ამბობენ ეკადაში, მაგას შეიძლება პროპაგანდა მოდას სულ მარხვას, ანუ როდესაც რასაც არ ხსოვენ, მაგრამ როგორც წესი ჩვენ ამის უმეტეს ჩვენგანს ამის ძალა არ შესწევს. А если даже и способны, то ум все равно будет все время думать не о Кришне, не о чем-то хорошем, а о том, когда я покушаю, наконец-то. და თუნდაც შესწევდეს ამის ფიზიკური ძალა, მაშინ ჩვენი ჭკუი უაპირიქით უფრო აღგზნებული იქნება და თელი დღის განმავლობაში იფიქრებს არა კრიშნაზე, ან ერთგულმსახურებაზე, არამედ თუ რას და როდის შევჭამ. И таким образом основная цель Экадыши будет разрушена, то есть сосредоточиться на Господе, на преданном служении, да. Вот, а будет და наоборот. ძირითადი მიზანი დაგრეული იქნება, ანუ არა კი კონცენტრირებით უფრო მეტად უფალზე, ან მის წინ დაიდგულებზე, არამედ პირიქით. Поэтому существуют разные уровни следования посту на Экадыши. ამიტომაც არსებობს ეკადაშის მიყოლის სხვადასხვა დონეები. Первый уровень, самый строгий, как мы говорили, это полный пост даже на воду в течение всего дня до следующего утра, да. პირველი დონე არის, რომელზეც ჩვენ უკვე საუბრობდით, ეს არის სრული მარხვა მთელი დღის მანძილზე, წყალზე უალის თქმითაც. Второй уровень это с водой, да. Воду можно, да, так. მეორე დონე ეს არის წყალთან ერთად, ანუ წყალი შეიძლება, ხო? Третий уровень можно воду, например, немного фруктов, молоко, вот такие вещи. მესამე დონე არის, როდესაც შეიძლება წყალი, ცოტაოდენი ხილი და რძე და ესეთ რაღაცები. Четвертый уровень это можно принять воду и даже что-то покушать, желательно один раз, ну, после полудня. მესამე დონე ეს არის, რომ შეიძლება წყალი, ხილი და რაღაცა საკვები მიიღოთ, უმჯობესია, რომ დღეში ერთხელ, ორ წუთში შუა დღის მერე. И следующий, последний уровень такой самый уже. Это то, что да, можно кушать и пить, но только не употреблять зерно и бобы. და მეოთხე დონე ეს არის ყველაზე ისე თქვა ჩალტე, რომ შეიძლება ჭამა, დალევა, მაგრამ არ მივიღოთ პარკოსნები და მარტოული. Ну и понятно, мясо, рыба, лук и чеснок также. Это მაგრამ გასაგებია, რომ постоянный пост. ხორცი, სასმელი, ალკოჰოლი, ხახვი, ნიორი ეს მუდმივი მარხვაა ჩვენი. Вот. Если человек делает вот это, правильно соблюдает Экадыши, то он получает огромное благо духовное. თუ ადამიანი ამას აკეთებს და სწორად იცავს მარხვა ეკადაშის დღეს, მაშინ ის უზარმაზარ სიკეთეს იღებს. Но опять же нужно всегда понимать, что является главным, а что второстепенным. მაგრამ კვლავ და კვლავ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს თუ რა არის მთავარი და რა არის მეორე ხარისხოვანი. Один раз при Бхактисиданте Сарасвати Такуре преданные соблюдали пост в Гауди Матхи, у них не было сил, они просто лежали там на полу. ერთხელ ბაქთისითა სარასვათი თაკურის დროს გაუდემატში მისი ერთგულები მარხვას იცავდნენ და მათ არავითარი ძალა აღარ დარჩათ. ძალა აღარ ჰქონდათ და ბოდი იატაკზე იწვნენ. Бхактисиданта Сарасвати Такур увидел это, ему не понравилось, он позвал менеджера и сказал: срочно приготовить просад, приготовить кичри, накормить всех и пусть идут проповедуют. და მაშინ ბაქთისითა სარასვათი თაკურმა დაუძახა მენეჯერს და მიუთითა რომ სასწრაფოდ მოამზადეთ კიჩრი, მიუტანეთ ამათ, აიძულეთ რომ ჭამონ და მერე წავიდნენ სასწრაფოდ ეგრევე ამის შემდეგ დაიხადაგონ. Также не очень хорош. То есть, когда мы постимся, но у нас нет сил, чтобы что-то делать, да, и даже нет сил сосредоточить свой ум на слушании и воспевании. და ასევე თუნდაც მაშინ როდესაც ჩვენ რაღაცა იდეაში რაღაც კარგს ვაკეთებთ, მაგრამ ამის გამო ძალა არ გვრჩება, რომ რაღაც მთავარი პუნქტებს დაუთმოთ ჩვენ დრო, მაგალითად ვიგალობოთ და მოусმინოთ. И второй неблагоприятный вариант развития событий — это когда человек может все делать, у него есть силы, но он при этом гордится и говорит: вот я вот пощусь, я вот все делаю, а вот они не могут. და მეორე არასასიკეთო მომენტი ეს არის, როდესაც
ერთ გულს ყველაფერს ეკეთება შეუძლია, ადამიანს ყოფს ეკეთება შეუძლია, მარხვა შეუძლია სწორად რაღაც და ამავე დროს ამაყობს ამით, რომ მე აი ამას ვაკეთებ და აი სხვები ვერ აკეთებენ. И Бхактисиданта Сарасвати Такур, Радханат Махарадж говорил, да, вы поститесь, вы воздерживаетесь от еды для своего тела, но вы предлагаете шикарные подношения, целый пир для своего ложного эго. და ბაქთი რათანათასვან მაჰარაჯი ამბობს, რომ კი თქვენ მარხულობთ, ყველაფერს იცავთ, მაგრამ თქვენ სთავაზობთ თქვენს ცრუ ეგოს შესანიშნავ ნადიმს, რომელთაც ის ძალიან კარგად სუქდება. В этом случае, я думаю, лучше э, переживать. Я даже не способен попаститься, я такой слабый, чем поститься и думать, вот, я крутой, я могу, вот, а они слабаки. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება, რომ ცოტა უდენელი საკვები მივიღო, ვიდრე იმით ავიწყო ვიამაყო, რომ მე ესეთი მაგარი ვარ და ისინი სუსტები არიან და ამით ჩვენი სულ ეგო გავასუქოთ. Но в любом случае, в этот день нужно сделать что-то больше, чем мы обычно делаем, какую-то большую жертву совершить. Вот. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ დღეს რაღაც ისეთ უნდა გავაკეთოთ, რასაც იმაზე მეტი რამე უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვეულებრივ დღეებში ვაკეთებთ ხოლმე, ანუ უფრო მეტი მსხვერპლი გავიღოთ. И тогда мы получим, да, духовное благо от соблюдения Экадаши. და მაშინ ჩვენ მივიღებთ სულიერ სიკეთეს ეკადაშის დაცვისგან. Хорошо, мы на этом остановимся, и меня уже время поджимает. В და ჩვენ принципе, ამას შევჩერდებით დღეს და მეც უკვე დრო да, наверное, ჰყავს. один только вопрос или дополнение, и все. Остальное აბა уже можно записать, надиктовать мне, и мы это можем обсудить в начале следующей встречи. და შეიძლება კიდევ ერთი კითხვა ან ერთი დამატება, დანარჩენი შეგიძლიათ მე მომწეროთ, ან შემდეგ შეხვედრაზე განვიხილოთ. Я просто подумала о том, что вот Канхималу Туласи и Нарасим Хукавачу мы постоянно носим, даже в них спим, и даже омовение рекомендуется принимать с Туласи. И с одной стороны, это тоже же священные вещи. Нарасим Хукавачи, имя Господа, а Туласи, служанка, и то есть но мы наоборот с этим спим и омываемся. То есть как-то вот противоречие выходит какое-то. Мгм. აი გარკვეული რაღაც წინააღმდეგობა არის ის მომენტი, მაგათთვის აი ნეროს მიხაკავაჩი მუდმივად თან დაგვაქა ტულასის კართი მალა გვიკეთია და ამითაც ჩვენი საფიფაროს შევდივართ გძინავს რეკომენდირებულია რომ განბანოაც კი მივიღოთ ეს ვიბანაოთ და რაღაც წინააღმდეგობებია ეს. Как и в любом правиле, есть всегда исключение. როგორც ნებისმიერ წესს აქვს ამ შემთხვევაშიც არსებობს გამონაკლისები. И они оговорены специально, да? და ისინი სპეციალურად არის გაჟღერებული. Потому что это как в той истории, когда то ли сам по-разному эту историю рассказывает. Кто-то говорит, что это был сам Господь Читания, кто-то говорит, что это был его один великий преданный. როგორც ერთ ისტორიაში ყველა სხვადასხვანაირად აღწეს, ზოგი ამბობს, რომ ეს იყო უფალი ჩაიტანია, ან ზოგი ამბობს, ეს იყო მისი ერთგული. Когда он ходил по нужде, он прикусывал язык. როდესაც ის მოსასახებლად გადიოდა, ის თავის ენას კბილეს აჭერდა. Прикусывал язык. Мальчик один маленький там наблюдал за ним. და ერთი პატარა ბიჭი მას აკვირდებოდა. И он спросил его, а почему ты, дорогой Прабу там или Маха Прабу, почему ты прикусываешь язык, когда идешь туда? და მან კითხვა დაუსვა, რომ ძვირფასო პრაფუ ან მაჰა პრაფუ, რატომ იჭერ კბილებით ენას, ოდესაც შენ იქ საქმე გადიხარ? Вот и ему ответили, ну понимаешь, мой язык постоянно воспевает Харе Кришна, не может остановиться. და მას უპასუხეს, რომ იცი, აი, ჩემი ენა ყოველთვის ჰარე კრიშნას იმეორებს და ვერ ჩერდება. А святой имя это сам Кришна, оно не отлично от божеств, которые на алтаре стоят. И как я могу божества брать в это место грязное, да? წმინდა სახელი კი თავად კრიშნაა და როგორ შემიძლია მე ანუ და ის არ განსხვავდება ხო უფლისგან და ღვთაებებისგან, რომელიც ალტარში არიან და როგორ შემიძლია მე ღვთაებები წავიყვანო ესეთ ბინძურად ვიღას. Мальчик оказался очень умным, он сказал, ну да, понятно.
А что, если ты в этом месте оставишь тело? და ეს ბიჭი ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ კი ეს გონივრულია და ანუ საინტერესოა, მაგრამ რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ შენ ამ დროს ამ ადგილას დატოვებ სხეულს? Не повторяй Харе Кришна. Куда ты отправишься тогда? ჰარე კრიშნას და არ მეორებ და სად გაიმგზავრებ მაშინ, სად წახვალ? И причем атмосфера места сильно влияет на сознание, да? და თანაც ადგილის ატმოსფერო ძლიერად მოქმედებს ცნობიერებაზე, ხო? Вот, и исходя из этих соображений, Катхимала– это наша защитная, так скажем, защитная, ну, не цепь, а как это скажем, да, защитные круги наши, да. და ამ თვალსაზრისით კართიმალა არის ჩვენი დამცავი, ასე ვთქვათ, წრეები. Говорится, что Ямадута не приближается к тем, кто носит Кантхималу. რა თქვა მია, რომ მიემოდუტები არ უახლოვდებიან იმ პიროვნებებს, რომლებიც კართიმალას ატარებენ. То же самое Кавачи, она предназначена для защиты. Кавачи значит что-то защищающее, броня буквально, защитная броня. სწორედ ასევე კავაჩა გაკუთვნილია დაცვისთვის და კავაჩა პირდაპირ ნიშნულობით ნიშნავს აბჯარს. Поскольку с нами что-то неблагоприятное, даже оставление тела может случиться и в грязном месте, да, никому не дает რადგან ჩვენ гарантии, что это будет чистое место, да. რადგან ჩვენ არავითარ გარანტია არ გაგვაჩნია, რომ ჩვენ რაღაცა არასასაკეთო რაღაცები დაგვემართება რაღაც ისეთ ადგილებში, ბიძო ადგილებში И это может у вас не случиться также. და შეიძლება მოხდეს ასევე ძილის დროს. Поэтому разрешается не снимать их. ამიტომაც ნება რთავენ, რომ ისინი არ მოიხსნათ Вот во всех этих ситуациях. ყველა ამ სიტუაციაში. Хорошо. На этом мы остановимся. Шрила Прабхупада ки джай. ჯაი. Грантарат Шримад Ой, ну, так, Грантарат Шримад Бхагаватам ки джай. Все у нас все равно на Бхагаватам основано. Вот. И что может быть не ки, а может быть и наоборот, 2 раза ки для кого-то и джай. У нас не будет занятий в субботу. У меня будет очень напряженный день с программой за городом, да. И следующий ანუ день воскресная лекция уже в другом городе, поэтому я не смогу потянуть все. Поэтому субботу мы пропустим. Будет перерыв. Скажите всем, кого не было об этом, потому что не все из них прослушают эту лекцию с объявлением в конце. То есть, поэтому напомните. Ну, можно в группе написать, да, лучше в группе написать. და ნაპიში. Сегодня было очень мало. დღეს ძალიან ცოტანი იყვნენ. Не знаю почему, но надеюсь, არ ვიცი რატომ. преданные подтянутся. Так или иначе, იმედია, რომ ერთგულები შემოგვიერთებიან. сколько бы ни было, но эти вещи очень важные. ასე თუ ისე რამდენიც არ ვიქნებით ლექციებზე შეკრებილები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემებია. На нашем уровне особенно правила этикета очень важны. Это то, что мы можем воспринимать, то, что для нас является реальностью. Не абстракцией. ჩვენს დონეზე ეტიკეტის წესები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩვენს დონეზე ადონეს ჩვენ ვიყოფებით. ეს ძალიან თვალშისყურად საღებია. Хорошо. ეს აბსტრაქტული და Всем хорошего дня. Ты до следующих встреч. Харе Кришна. ყველას არის პრინც გისურვებთ და შემდეგ შეხვედრამდე. Ванчикалпа Крипа Синка Певача. Патитанам Павани Бьо, Вайшнаве Бьо, Намо Намахам. Кшаджа Прабхуки. Харе Кришна.